ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ ლიტვის გზასურთ თუ ბელარუსის. ასეთია ლიეტუვას სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი გზავნილი. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერსა და ზიგიმანტას პავილიონის შორის ერთსაათიანი შეხვედრა უკვე დასრულებულია. ლიეტუვას სეიმის წევრმა და შეერთებულ შტატებში ყოფილმა ელჩმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური სასამართლო პროცესები. ნიკა მელიასთან გამართულ შეხვედრამდე ზიგიმანტას პავილიონის შეხვედრა ევროპული საქართველოს ლიდერებთან ჰქონდა. რა შედეგით დასრულდა კონსულტაციები ოპოზიციასთან და როგორია ლიეტუვას სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი განცხადება. საბა ბუაძე განაგრძობს თემაზე საუბარს. ნათია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში ლიეტუვას სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრა, ერთსაათიანი შეხვედრა სულ რამდენიმე ხნის წინ დასრულდა. როგორც ის მედიასთან კომენტარში ამბობს, ქვეყანა არის ახლა ძალიან დიდ პოლიტიკურ ჩიხში და შესაბამისად ის შეიძლება ითქვას, რომ შეასრულებს ერთგვარი შუამოვლის როლს, რომ ქვეყანა ამ კონკრეტული კრიზისიდან გამოიყვანოს. მას ექნება მოლაპარაკება როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ის ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ახლა ძალიან ბევრი პოლიტიკურად მოტივირებული საქმე არის და ასევე არის პოლიტიკური პატიმრები, მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ შეწყდეს პოლიტიკურად მოტივირებული საკითხები. რაც შეეხება მის განცხადებას ლიეტუვასა და ბელარუსის შედარებას შორის, ახლა საქართველო ვალდებული არის აირჩიოს ერთი გზა, ან ლიეტუვას, ან ბელარუსის და ეს იქნება ის, რომ ან აირჩიოს გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმართული, ან უბრალოდ აირჩიოს გზა განადგურებისკენ მიმართული. ამის შემდეგ, შეხვედრის შემდეგ კონკრეტული გამარტებები გააკეთა ნიკა მელიამაც. ის აღნიშნავს იმას, რომ დღეს საქართველოში ვერცერთ მოქალაქეს ოკუპანტი სერგეი გავრილოვის ბორკილი ვერ დაედება და მით უმეტეს ქართული ოცნების ოპოზიციის წარმომადგენლებს. მე შევხვდი ნიკა მელიას და შევხვდები ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ასევე მთავრობის წარმომადგენლებს. ლიტვა საქართველოს ძველი მეგობარია და ის არასდროს მიგატოვებთ. ჩვენ მზად ვართ დიალოგს შევუწყოთ ხელი და იმედი გვაქვს, საშუალება გვექნება, რომ მედიატორობა გავუწიოთ მხარეებს. ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ ლიტვის გზასურთ თუ ბელარუსის. როგორც ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით, ან ევროკავშირს და ნატოს უერთდები, ან კვდები. ამიტომ უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა, შეწყდეს პოლიტიკური სასამართლო პროცესები და უნდა დაიწყოს ხიდების შენება. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ, თუმცა ეს შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ იქნება დიალოგისადმი მზადყოფნა და არა კონფლიქტი. ერთიანობა არის ის წინაპირობა, რომელიც ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებაში დაგეხმარებათ. ეს ვიზიტი არ ემსახურება კონკრეტულად ნიკა მელიას მხარდაჭერას, ხო? ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირი სახელმწიფო, რომელიც არის ევროკავშირის წევრი, ნატოს წევრი სახელმწიფო და რომელიც გეგმავდა ქვეყანაში ვიზიტს მომდევნო თვის დასაწყისში, მაგრამ გადმოწია ვიზიტის თარიღი და დღეს ჩამოვიდა, იმიტომ რომ არაორდინალური ვითარება შეიქმნა ქართული დემოკრატიის განადგურებას პრაქტიკულად ცდილობენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ხელი შეუშალოს. ვიზიტიცა და ვიზიტის გააჩნია როდის დაუდგები შენს პარტნიორ სახელმწიფოს გვერდში. აი ამ ძნელბედობის ჟამს, აი ამ მაქსიმალურად რადიკალიზაციის ფაზაში არსებულ დროს, როცა დგამ ამ ნაბიჯს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ვიზიტი არ იყო დაგეგმილი, ახლა ვიზიტი დაგეგმილი იყო მომდევნო თვის დასაწყისში, მაგრამ ვადაზე ადრე გადაწყვიტა, იმიტომ რომ შეიქმნა ფორს-მაჟორული ვითარება. საუბარი გქონდა იმაზე, რა უნდა მოხდეს კონკრეტულ იდეებზე, მათ შორის ევროკავშირთან მიმართებაში, იმ განხილვებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაიმართოს უახლოეს დღეებში ბრიუსელში, იმისთვის, რომ მოხდეს უკვე განახლებული სტრატეგიით ევროკავშირის ჩართვა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დარეგულირების თვალსაზრისით. თქვენ იცით, რომ ლიეტუვა იყო და არის დღემდე და დარჩება ჩვენი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ მოკავშირედ ევროკავშირში ჩვენი დღის წესრიგის დასაცავად, ამიტომ მათი პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე სწორედ ამაზე მქონდა საუბარი ლიტვალ დეპუტატთან, რა შეიძლება გაკეთდეს უახლოეს დღეებში ბრიუსელში ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში სტრატეგიის განახლების და გაძლიერების თვალსაზრისით.
როგორც უკვე მოისმინეთ, ლიეტუას საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში უნდა ჩამოფრენილიყო მომდევნო თვის დასაწყისში, თუმცა ფორს-მაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე ის საქართველოში გუშინ ჩამოფრინდა. მას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან შეხვედრა ჰქონდა ევროპული საქართველოს ლიდერებთან, თუმცა ევროპული საქართველოს ლიდერებს კონკრეტული გამარტებები რა საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდათ მსჯელობა არ უსაუბრიათ, თუმცა აღნიშნეს ის, რომ უმთავრესი საკითხი ახლა არის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება და ბადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. საქართველოს ჩამოვიდა ლიტვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს დიდი ხნის მხარდამჭერი ყველა კრიტიკულ სიტუაციაში, ლიტვის ყოფილი ელჩი ამერიკაში, შიგის პავილიონისი. ის ისე როგორც საქართველოს სხვა მეგობრები, რა თქმა უნდა, შეშფოთებულია ამ სიტუაციით და ყველა ჩვენი მეგობარი და პირველ რიგში შიგისი მოწოდებულია, რომ ეს კრიზისი განიმუხტოს, იმიტომ რომ ამ კრიზისის განმუხტვა პირველ რიგში ჭირდება ჩვენს ქვეყანას, მომავალ წელს მოდის ნატოს სამიტი, საქართველოს აქვს ეროვნული ამოცანები, მთავრობა კი არ ფიქრობს ამ ამოცანების შესრულებაზე, მაგრამ ჩვენ ეს ამოცანები ძალიან გვაღელვებს და რა თქმა უნდა, ჩვენ გავცვალეთ აზრები, შევთავაზეთ ჩვენი ხედვა, თუ როგორ შეიძლება გადაიდგას ნაბიჯები კრიზისის განსამუხტავად. შიგის პავილიონის არის დიდი ხნის მეგობარი საქართველოსი, არა რომელიმე პოლიტიკური ძალის, ის ამ მთავრობის დროს იყო ელჩი შეერთებულ შტატებში და ცნობილი, ასე ვთქვათ, ანეკდოტი იყო ვაშინგტონში, რომ საქართველოს ორი ელჩი ყავსო. ანუ ამ მთავრობის დროს ხას უსვამს მისი პოზიციები საქართველოს სუვერენიტეტის ნატოში გაწევრიანების უსაფრთხოების საკითხებზე არის ყველასთვის ცნობილი. ომის მერე იქამდე ამ მთავრობის დროს როცა იხილებოდა საკითხი საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების მიზახი, ყველა მთავრობის დროს რეტოა ყოველთვის გამორჩეული იყო. ლიეტუას სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი უკვე შეხვდა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, ევროპული საქართველოსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჟიგიმანტას პავილიონისი პირველ საათზე ნიკოლოზ სამხარაძესთან პარლამენტის წევრთან აპირებს შეხვედრას, თუ რა კონკრეტულ საკითხზე იმსჯელებენ ისინი და რა კონკრეტულ საკითხებს განიხილავენ, ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.